აგად გამოვიყურები, არა? გესმის? 47 წლის სტაჟი მაქვს. წაიქცეო. აბა პატარა გეგონდეთ? მე როცა მე ამდენი წლის ხარ, დავიბადა 1943 წელს იანგარიშო მეთქი. მე გახლავთ ნადარეიშვილი აკაკი, რომელიც დავიბადა 1943 წლის თებერვალში. გუდაუთაში ხო რა თავარია. პროფესია უყვარს იმას, ვისაც უყვარს პაციენტი. უპირველეს ყოვლისა არის გულისხმიერება. გულისხმიერება ეს პირველ რიგში და უნდა იყო პაციენტის თანამგზნობით. თქვენ გაგიბზადეთ ესა. თავიდან რომ ვირჩენდი პროფესიას, მაინც ვიქნებოდი ექიმი. ექიმობა უკვე სირთულეა რომ იცოდი. თუ არ გიყვარს ეს შენი საქმე, გამორიცხული რომ გამოხვიდე კარგი ექიმი. ხო ვერო. ძალიან ჩვენი ახლო მეგობარია მეთქი. მე ვარ ლიკა ნადარეიშვილი, ვარ 73 წლის, ვარ მიან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მუშაობის სტაჟი მაქვს 55 წელიწადი, ბატონი კოკა ჩემი მეუღლე, ერთად ვართ 59 წელიწადია. ექიმი ყოველთვის უგებს ყველაფერში. ძალიან ახლო პროფესია გვაქვს. უროლოგია და გინეკოლოგია. ჩემთვის თერგდელობის საიდუმლო არის ის, რომ ვიცხოვროთ ჯანმრთელი ჯანსაღი წესით. რაც შეეხება კვებას, ძალიან ვუფრთხილდები. ჭამ ძალიან ცოტას და ხშირად. დავჭამ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ არის ძალიან კალორიული, რომელიც ჯანმრთელობის არის უფრო სასარგებლო. ამიტომ მინდა დიდხანს ვიყო ცოცხალი, დიდხანს ვიყო კარგად და გამოვიყურებოდე დიდხანს ახალგაზრდულად. ჯანსაღი ცხოვრება პირველ ყოვლისა, თავს ვიკავებ იმისა, რომ არ ფორმაში რომ ვიყო, ხო. და მეუღლე ამაში ხანს გიწყდა. კი, რა თქმა უნდა. მიყვარს ძალიან კარგვა, ბავშვობაში ვკარგავდი, მაგრამ მე ბევრი წლების განმავლობაში მივიწყებული მქონდა ეს თემა და აი ამ ბოლო წლებში ისევ დავიწყე, ჩვენ მარტო ვართ. და აქედან გამომდინარე ერთმანეთს გვერდში უდგევართ და ვამხნევებთ. ეს ისეთი თემაა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ შვილებთან, რომლებიც ჩვენ არ გყავს. ტრაგიკული შემთხვევებისგან. პრაქტიკულად პროფესიამ და სამსახურმა გადაგვარჩინა. პრაქტიკულად და მეგობრებმა. სამსახურში ყოველდღიური სიარულით, იქ პაციენტებთან ურთიერთობით. ჩვენ ორივე მართლა დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ ექიმები. იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს პაციენტი. 24 საათი ვართ კონტაქტში პაციენტებთან. ამან იმდენად დადებითი გავლენა იქონია ჩვენზე, რომ აი ამან გადაგვატანინა ყველა ჩვენი უბედურებები და განცდები. ამიტომ ვცდილობთ, რომ ვაკეთოთ სიკეთე. საერთოდ ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი მისია ალბათ ამ ცხოვრებაში არის, რომ მე დავეხმარო სხვას. რაც კი მაქსიმალურად შემიძლია. რახან ადამიანი რჩება ამ ქვეყნად და ცოცხალია, მან უნდა იცხოვროს სრულფასოვნად. მე ვარ აზა ფურცელაძე, ექიმ-თერაპევტი, 80 წლის. მუშაობ ხარაგაულში. მაქვს 53 წლის ექიმის სამუშაო სტაჟი. თავარი არის როგორი განწყობით გავა პაციენტი ექიმისგან და რა ნდობა აქვს მას ექიმის მიმართ. ხარაგაულის გარდა ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ვერსად. ძალიან მიყვარს ხარაგაული და განსაკუთრებით ჩემი ჭხერი. საკუთარი ოჯახი არა მაქვს. ყავს ძალიან კარგი მადლობა, გაიხარე. ჩვენ არა ვართ ძალმული, ჩვენ ვართ დები. ყველაზე ახლობელი ჩემთვის ამჯამად არის ჩემი ძალი, ციურთელია. 5 წელია ჩემი მეუღლე, რაც დაიღუპა და იცოდა ყოველთვის თქმა, რომ მე რო რამე დამემართოს, შენ ხო იცი აზას გიტოვებ შენ. ჩვენ ვართ ერთმანეთის იმედი და პატრონი. ახალ წელს ხვდებით ჩვეულებრივ ვართ, როგორც შეგვეფერება ჩვენ ორ ვარ სახლში, ვყავს ახლა შინაური ცხოველები რაღაცა და იცის აზამ თქმა, რომ მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი და შენ ახარ სოფლის მეურნეობის მინისტრი სახლში. ასე უძღვებით ოჯახს.
დროზე მოდი, არ დაიგია. როდესაც აი სახლში მოდიხარ და დაგხვდება კარგი გარემო, სითბო, აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არსებობს მე დილით გავიდე, რა დროც არ უნდა იყოს, რომ მე არ ვისაუბრო. და საუბრობ შერჩევით. აი მე არ შემიძლია მოუწესრიგებელი წავიდე სამსახურში. არ შემიძლია. ის პომადას უნდა წავისვაცო და გადამშვერდება მე კიდე წავისვამ რომ ხო და ეს სხვა არაფერი, აი პომადა მიყვარს. განწყობას მიქმნის. ჯერ მეც მიქმნის განწყობას და მე პაციენტსაც. ეს გოგო კარგად. ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი არის სიკეთის კეთება. ეს მე გამოისახება სილამაზის. აი კომპლიმენტებს რო გეტყვენ, უი როგორ კარგად გამოიყურებთ აზე ექიმო, როგორი კარგად ხართ. უი, რატო თქვით ეგ ასაკი?